მე კობა ვარ, აქ არის ღვინო, ამით ყველა კაი ხალხს გავუმარჯოს. როგორ გავსინჯოთ ღვინო? როგორ გავიცნოთ ღვინო? უფრო სწორი იქნება თუ ასე ვიტყვით. ღვინის გასაცნობად დაგვჭირდება ჩვენი გრძნობის ორგანოები. ესენია თვალები, ცხვირი და პირი. შესაბამისად, მხედველობა, ყნოსვა და გემოს აღქმა. არის კიდევ მეოთხე. ჩვენი ტვინი, რომლითაც ამ ყველაფერს ვაერთიანებთ და შესაბამის შეფასებას უკეთებთ. მხედველობით ვაფასებთ ღვინის გარეგნულ მხარეს. რატო ვადარებ ღვინის გაცნობას, უცხო ადამიანის გაცნობას? როდესაც უცხო ადამიანს პირველად ხედავთ, მასაც რა თქმა უნდა მხედველობით ვაფასებთ პირველ რიგში და აღვიქვავთ თუ როგორ გამოიყურება. იგივე არის ღვინოშიც დაახლოებით. დავათვალიეროთ თუ როგორ გამოიყურება ეს ღვინო. ამისათვის დაგვჭირდება თეთრი ზედაპირი. ეს შესაძლოა იყოს უბრალოდ თეთრი ფურცელი, სუფთა ფურცელი ან რაიმე თეთრი გადასაფარებელი. ასევე აუცილებელია კარგი განათება, დღის განათებასთან მიახლოებული თუ ხელოვნური განათება და თუ არა და თვითონ დღის განათება საუკეთესოა ამ შემთხვევაში. თეთრი ფურცელი და თეთრი ზედაპირი გვჭირდება იმისთვის, რომ ღვინის ფერი აღვიქვათ უკეთესად და დავინახოთ თუ როგორ გამოიყურება იგი გარეგნულად. ღვინის ფერის საუკეთესო აღსაქმელად აუცილებელია, რომ ღვინის ჭიქა ჩვენგან გადავხაროთ დაახლოებით 45 გრადუსით და დავაკვირდეთ მას შუა ნაწილში. შუა ნაწილში დაკვირვებისას ყველაზე კარგად აღიქმება ღვინის ფერი. ამ შემთხვევაში გვაქვს ქარვისფერი ღვინო. თქვენ შეიძლება სხვა ღვინოს სინჯავდეთ, შესაბამისად თქვენ თვითონ უნდა გამოიტანოთ დასკვნა თუ რა ფერის ღვინო გაქვთ. გარდა ფერისა, რა შეიძლება დავინახოთ გადახრის შემდეგ თუ ესე ავწევთ და დავაკვირდებით, დავინახავთ თუ როგორ ჩამოედინება ნარჩენი სითხე ჭიქის კედლებზე. ამ ჩამონადენს ბევრი სხვადასხვა სახელით მოიხსენიებს, როგორც არის ქალის თითები, ფეხები, ზოგადად ფეხები უბრალოდ, ან ქალის ცრემლები, მაგრამ მიჩვენია ღვინის ცრემლები დაუძახო, არ მინდა ჩემ ჭიქაში სხვა რაღაცეები, თითები იქნება ეს თუ ფეხები, ან ვინმე ცრემლები. რა ინფორმაციას გვაწვდის ეს? მიუთითებს ღვინის, ანუ სითხის სიმკვრივეზე, რომელიც გვაქვს ღვინის ჭიქაში ამ შემთხვევაში. ის სიმკვრივე ან სიბლანტე, უფრო სწორად, გვაწვდის ინფორმაციას, თუ რამდენად მაღალი ალკოჰოლი შეიძლება გქონდეს ღვინოს, თუ გაიხსენეთ რაიმე მაღალ ალკოჰოლურ სასმელს, როგორც არის კონიაკი ან ვისკი და თუ დაკვირვები ხართ, სითხე ბევრად უფრო ინტენსიურად ჩამოედინება ჭიქის კედლებზე, რომელშიც ასხია ეს სასმელი. კონიაკი იქნება თუ ეს ვისკი იქნება, მაგრამ მხოლოდ ალკოჰოლის შესახებ არ გვაწვდის ეს ინფორმაციას, ამიტომ არ უნდა შევცდეთ და დასკვნა მხოლოდ ვიზუალურად არ უნდა გავაკეთოთ. ღვინოსთან მიმართებაში იქნება ეს თუ სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან მიმართებაში. გვაწვდის შესაძლო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლო მაღალი ალკოჰოლი იყოს. რადგან რაც უფრო ინტენსიურად ჩამოედინება ჭიქის კედლების გარშემო ეს ცრემლები და რაც უფრო ნელა ჩამოდის, ესე იგი უფრო ბლანტია ეს სითხე, გამომდინარე იქიდან, რომ ალკოჰოლის შემცველობა სითხეში იწვევს ამ ეფექტს. მაგრამ ამის გარდა შესაძლოა ღვინო იყოს ან ნახევრადტკბილი, ან ტკბილი და სიბლანტე, ანუ მეტი სიმკვრივე სითხეს აქედან გქონდეს. ამიტომაც პირველადი დასკვნა არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენად მაღალი ალკოჰოლი შეიძლება შესაძლოა გქონდეს ღვინოს. გადავდივართ მომდევნო საფეხურზე, გაცნობის მომდევნო საფეხური არის უკვე ახლოს მისვლა. ღვინის უფრო ახლოს გასაცნობად მიგვაქვს ცხვირთან. ხშირ შემთხვევაში შეცდომაა ხოლმე, როდესაც არომატების აღსაქმნელად მაშინვე ატრიალებენ ღვინის ჭიქას, არ არის ეს აუცილებელი. პირიქით, შეგვიძლია დასხმის შემდეგ დავაცადოთ რამოდენიმე წამი, 5-10 წამი, დატრიალების გარეშე რა არომატებიც თვითონ დაგროვდება ჭიქაში. ეს არის ყველაზე მსუბუქი არომატები, რომელიც ჭიქის დატრიალების გარეშეც საკმაოდ სწრაფად შეიძლება გაქრეს ჭიქიდან და ვეღარ ვიგრძნოთ შემდეგში. ამიტომაც პირველი არომატების აღსაქმნელად არ არის აუცილებელი ღვინის ჭიქის დატრიალება. მივიტანოთ ჩვენი ცხვირი ჭიქის კიდესთან ახლოს, ოღონდ შიგნით არ ყოფთ ამ შემთხვევაში, მიგვაქვს ახლოს და ვაკეთებთ სუბუქად შესუნთქვას. არ არის აუცილებელი ძალიან ღრმად შესუნთქვა და დავაკვირდეთ თუ რას ვიგრძნობთ.
ყველა იძახის ხოლმე, რომ ღვინის სუნი ვიგრძენია. ღვინის სუნის გარდა თვითონ რასაც ღვინის სუნს უწოდებთ, ეს თქვენ ასოციაციაზე, თქვენ ახმაზე არის რა თქმა უნდა დამოკიდებული, მასში ბევრი სხვადასხვა არომატებია. ეს არომატები აქროლადი ნივთიერებებია, რომელიც გახსნილი არის სითხეში და ჟანგბადთან შეხებისას, ანუ ჰაერთან შეხებისას, როდესაც იგი წნევის ქვეშ აღარ არის და გამოთავისუფლების საშუალება აქვს, ორთქლდება ღვინის ზედაპირიდან, სითხის ზედაპირიდან და გადაეცემა ჩვენი ცხვირის აღქმის რეცეპტორებს. შესაბამისად, თუ დავაკვირდებით და დავფიქრდებით, ვიგრძნობთ ამ არომატებს, თავიდან შეიძლება ეს საკმაოდ რთული იყოს, რადგან ამ ყველაფერს სჭირდება რეალურად ვარჯიში და არ არის ესე მარტივი, რომ ერთი შესუნთქვით ვიგრძნოთ ეს არომატები. არომატების აღქმის შესაძლებლობა ყველა სხვადასხვა აქვს. ზოგს ძალიან დაბალი აქვს, ზოგს პირიქით ძალიან ძლიერი და მაღალი აქვს. მაგრამ ამის გავარჯიშება ხდება. დანარჩენი არომატების უფრო უკეთ აღსაქმელად უკვე დაგვჭირდება ღვინის ჭიქის დატრიალება. ბევრისთვის ეს სირთულეს წარმოადგენს ხოლმე ხელში, ასე ღვინის ჭიქის დატრიალება. ამიტომ შემიძლია ასეთი მარტივი რაღაცა გასწავლოთ, დადეთ ისეთ ზედაპირზე, რომელიც სრიალაა და არ შეუშლის ხელს ჭიქის გასრიალებას და აი ესეთი მოძრაობები თხილად გააკეთეთ და შეამჩნევთ, რომ ღვინო ჭიქაში ტრიალებს. რისთვის გჭირდება ეს? სითხის ზედაპირი უფრო მეტად გაიზარდოს, შესაბამისად ხელს უწყობს მისი არომატების უფრო სწრაფად და ინტენსიურად ამოსვლას ჰაერში. ჰაერში იმ სივრცეში, რომელიც არის სითხესა და ღვინის ჭიქის კიდეს შორის. ეს არომატები აქ უნდა დაგროვდეს, აქ გროვდება შესაბამისად, ამაში ეხმარება ღვინის ჭიქის ფორმა. ბევრად უფრო უკეთესია თუ ღვინოს დავაგემონეთ ასეთი ფორმის მქონე ჭიქიდან. რადგანაც როგორც ხედავთ, იგი კიდეებისკენ ვიწროდება და ხელს უწყობს, რომ ეს არომატები სწრაფად არ აორთქდეს და სწრაფად არ გაქრეს აი ამ დარჩენილი სივრციდან. მომდენო არომატების აღსაქმელად, ანუ მეორე მისვლისთვის არომატებთან, უკვე ღრმად ყოფთ ცხვირს შიგნით, გადმოუხრით ჭიქაც ასე, გავითვალისწინოთ არ დაგვექცეს და ღრმად უნდა შევისუნთქოთ. ვაკვირდებით კიდევ ერთხელ, ვიაზრებთ თუ რა ასოციაციებს იწვევს ჩვენში ეს არომატები და შესაბამისად ვაკეთებთ დასკვნებს. რა ინფორმაცია შეიძლება გამოვიტანოთ ამ არომატებით და რისი ანალიზის საშუალებას იძლევა ეს? რატო გვეხმარება ამ არომატების აღქმა? გარდა იმისა, რომ მივიღოთ სიამოვნება ამა თუ იმ ხილის იქნება ეს ყვავილების თუ სხვადასხვა ნივთიერებების, შეიძლება ისეთი რაღაცების გაგება, მაგალითად თუ რომელი ჯიშით არის შესაძლო დამზადებული, შექმნილი ეს ღვინო, როგორ კლიმატში არის ყურძენი მოყვანილი და როგორი ტექნოლოგია მისი დაღვინებისას გამოყენებული. როგორ შეგვიძლია გავავარჯიშოთ ჩვენი გრძნობის ორგანო ცხვირი არომატების აღქმის მიმართ. ამისათვის შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი პროდუქტი, რომლის არომატიც გაინტერესებთ და თვალდახუჭულმა დასუნოთ და დაიმახსოვროთ ეს არომატი. ეს რამოდენიმეჯერ გაიმეორეთ, არა მხოლოდ დღის განმავლობაში და არა მაშინვე, როდესაც ამას აკეთებთ. აი წარმოიდგინეთ, არ მაქვს ახლა აქ თან და ეს არის სიტყვაზე ვაშლი, იქნება ეს თუ სხვადასხვა ციტრუსი თუ სხვა რაღაცა ხილი, უბრალოდ თვალებს დახუჭავთ, მიიტანთ ცხვირთან ახლოს, დაყნოსავთ, დაიმახსოვრებთ, დადებთ. თუ კარგად ვერ აღიქვით ამისი არომატი, კიდევ ერთხელ და ვერ დაიმახსოვრეთ როგორია ეს, კიდევ ერთხელ შეგიძლიათ გაიმეოროთ და სხვადასხვა დღეს და სხვადასხვა დროს, როცა ამის შესაძლებლობა გექნებათ, შეგიძლიათ აიღოთ, დაყნოსოთ, დაიმახსოვროთ თუ როგორი არომატი აქვს ვაშლი, ციტრუსებს, ეს იქნება ფორტუხალი, ლიმონი, ლაიმი თუ მანდარინი მათ შორის, თუ როგორი არომატი აქვს სხვადასხვა ხილს, სხვადასხვა პროდუქტებს მათ შორის, სხვადასხვა ნივთიერებებს შეგიძლიათ აიღოთ ტყავი და დაყნოსოთ. დაიმახსოვროთ თუ როგორი არომატი აქვს მას, შეგიძლიათ აიღოთ თამბაქო, მოკლედ ის არომატები, თუ რა არომატები შეიძლება შეხვდეთ ღვინოში და შეეცადეთ ივარჯიშოთ ბუნებრივი პროდუქტებით ამ არომატების დასამახსოვრებლად. შემდეგ უკვე ღვინოში მისი აღმოჩენა ბევრად უფრო გაგიადვილდებათ. გადავიდეთ გემოზე. გემოსთან მიმართებაში ხშირად ხდება ხოლმე შეცდომა, როდესაც იძახიან ვაშლის გემო, ბანანის გემო, ატმის გემო და ასე შემდეგ.
გემოთი ასეთ რაღაცებს ვერ აღვიქვებთ. გემოზე შეგვიძლია ვიგრძნოთ სიმლაშე, სიმჟავე, სიმწარე, სიტკბო. ეს 4 ძირითადი გემოა. არის კიდევ უმამი, მეხუთე გემო, რომელიც ღვინოში არ გვხვდება, შესაბამისად ამ 4-ზე ვისაუბრეთ. ღვინის დაგემოვნებისას პირველ რიგში ვაკვირდებით იმას, თუ რამდენად არის მასში სიტკბოს შეგრძნება. თუ სიტკბოს ვერ გვძნობთ, ამ შემთხვევაში ვიძახით, რომ ღვინო არის მშრალი, დამშრალებული. ანუ მასში შაქრის შემცველობა, სიტკბოს შემცველობა საერთოდ არ გვხვდება. გარკვეული დონეების მიხედვით უკვე შეგვიძლია ვთქვათ, ამასაც რა თქმა უნდა ვარჯიში ჭირდება, ღვინო არის ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი თუ ტკბილი. სიტკბოს დონის აღქმის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ სიმჟავეზე. არაგვერიოს მჟავიანობის აღქმა სიმჟავეში. სიმჟავე, რომელიც არასასიამოვნოა და სიცხარეში გადადის, ეს თუ გვხვდება ღვინოში, ნიშნავს, რომ ღვინოს რაღაც პრობლემა აქვს, მაგრამ მჟავიანობის აღქმა, მჟავიანობის შეგრძნება, ესეც დონეების მიხედვით შეგვიძლია დავყოთ, არის სუბუქი, არის ზომიერი და არის ძლიერი. ესე სამ მარტივ დონედ თუ დავყოთ. რაც შეეხება სიმწარეს, სიმწარე ღვინოში იგრძნობა ალკოჰოლის და ტანინების სახით. ტანინები გარდა იმისა, რომ გამოშრობის შეგრძნებას იწვევს და ხშირად ეშლებათ ეს, როდესაც ამბობენ ხოლმე ღვინო მშრალია, ტანინების აღქმის გამო ღვინო მშრალი არ არის. უბრალოდ ტანინები იწვევს გამოშრობის შეგრძნებას. ტანინი თავის მხრივ მწარეა და ასევე ალკოჰოლი იწვევს წვის შეგრძნებას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისიც სიმწარეა. რაც შეეხება მარილიანობას, მარილიანობა ასე პირდაპირ, ანუ სიმლაშე ღვინოში არ აღიქმება, ღვინოს მლაშე გემო და მარილის აღქმა პირდაპირ არ აქვს, მაგრამ არის მისი მინერალურობა. რამდენად მინერალურია ღვინო, ესეც შეგვიძლია ვიგრძნოთ გემოში. როგორ უნდა მოვიქცეთ ღვინის გემოს უკეთესად აღსაქმნელად? უნდა გავაკეთოთ კარგი ყლუპი ღვინის დაგემოვნებისთვის, არ ყლაპავთ ამას. არ ვაკეთებთ ისეთ ყლუპს, რომელიც მხოლოდ ტუჩების შიდა ნაწილს დაასველებს, არა, საკმაოდ მოზრდილი ყლუპი უნდა გავაკეთოთ ისეთი, რომ დაახლოებით ნახევარი პირის ღრუს ქვედა ნაწილი შეავსოს და ეს ყლუპი უნდა დავღეჭოთ. პირდაპირ მნიშვნელობით უნდა დავღეჭოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სითხეა, უნდა დავღეჭოთ, ანუ პირის ღრუს ყველა ნაწილს უნდა მოხვდეს, მათ შორის ენას, მათ შორის გრძილებს და მიღებული შეგრძნებები უნდა გავაანალიზოთ. სიმჟავე, ანუ მჟავიანობის აღქმა, სიმწარე, ანუ ტანინები და ალკოჰოლი, სიტკბო, თუ არ არის სიტკბო, შესაბამისად ვხვდებით, რომ ღვინო მშრალია და მარილიანობა, ანუ მინერალურობა. სიმჟავე, სიმლაშე, სიმწარე და სიტკბო ყველაფერი აღიქმება ენით. ენის ზედაპირზე განთავსებული რეცეპტორების საშუალებით. ეს რეცეპტორები ენის თელ ზედაპირზეა განთავსებული, მაგრამ ენის გარკვეული უბნები უფრო მეტად რეაგირებს სხვადასხვა გემოებზე. რაც შეეხება ჰაერის შეშვებას პირის ღრუში, როდესაც სითხე გვაქვს მასში დაგროვებული, შეიძლება ეს სასაცილოდ ჩანდეს და სასაცილოდ ისმოდეს, მაგრამ აუცილებელია. ეს გვეხმარება არომატების უკეთესად აღსაქმნელად. პირის ღრუ და ცხვირის ღრუ ერთმანეთთან შიგნიდან დაკავშირებულია. შესაბამისად, როდესაც ღვინო პირის ღრუში გვაქვს, ხდება მისი გათბობა და არომატების კიდევ უფრო უკეთესად აორთქლება და ეს შეშვებული მცირე რაოდენობით ჰაერი ეხმარება, რომ უკეთესად მიეწოდოს ცხვირის ღრუში არსებულ რეცეპტორებს ეს არომატები. ამიტომაც არის ხოლმე, რომ შეცდომით ვამბობთ, როდესაც რაიმეს მივირთმევთ, ვაშლის გემო, მარწვის გემო თუ ფორთოხლის გემო, რადგან უმეტეს შემთხვევაში ამ პროდუქტებს არ ყნოსავთ და მის არომატებს ცხვირით არ აღვიქვავთ, პირდაპირ მხოლოდ ცხვირთან მიტანით არ აღვიქვავთ, აღვიქვავთ პირის ღრუდან ცხვირში გადაცემული არომატებით და შეცდომით უწოდებთ ასეთ გემოებს. გემოები როგორც ჩამოთვალეთ, ეს არის სიმლაშე, სიმწარე, სიტკბო და სიმჟავე. მეხუთე გემო უმამი. თუ გინდათ, რომ კარგად განასხვაოთ ერთმანეთისგან გემო და არომატი, რას გვცნოთ პირის ღრუთი და რას გვცნოთ ცხვირის საშუალებით, მოდი გავაკეთოთ ასეთი რაღაცა. აიღეთ შაქრის ფხვნილი, შაქარი, ეგრეთ წოდებული, მცირე რაოდენობით, 1 კოლზი საკმარისი იქნება და შეგვიძლია გამოვიყენოთ დარიჩინი, დაფქვილი დარიჩინი, სხვა ნებისმიერი სანელებელი, ან ვანილი თუნდაც, მცირე რაოდენობით ესეც 1 კოლზ შაქართან ძალიან ცოტა. კარგად შეურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთს, მოიჭირეთ ცხვირზე ხელი.
აი ასე, მოკიდეთ ცხვირს ხელი, უმჯობესი იქნება თუ დარიჩინს ან ვანილის გამოიყენებთ და გასინჯეთ ხოლო თუ გემოზე, ისე რომ ცხვირს ხელი არ გაუშვათ, ანუ ცხვირიდან ჰაერი არ შეისუნთქოთ. შემდეგ სანამ ეს გემოს შეგრძნება გაქრება, გაუშვით ცხვირს ხელი და შეისუნთქეთ ცხვირიდან ჰაერი. იგრძნოთ ძალიან მარტივად თუ როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან გემო და არომატი. ღვინის დაგემოვნების ცოდნის შემთხვევაში შეგვეძლება რომ სხვებსაც უკეთესად აუხსნათ თუ როგორი ღვინო მივირთვით, თუ როგორი ღვინო გავსინჯეთ და არა უბრალოდ რაღაც სუბიექტური შეფასებებით, რომ აი, კარგი ღვინო იყო, ძალიან გემრიელი ღვინო იყო, გადასარევი ღვინო იყო თუ ან პირიქით არ ვარგოდა და გემოზე არ მომეწონა, ეს სხვისთვის არაფერს არ იძლევა. რადგან ამით ღვინოს ვერ დავახასიათებთ. ღვინოს კი არა, ამით ვერაფერს ვერ დავახასიათებთ. შეიძლება ვიღაცისთვის კარგი და მოსაწონი, მეორესთვის სულაც არ იყოს იგივენაირი ზუსტად. ანუ გემოვნებაზე აქვს საუბარი. ვინმეს თუ მშრალი ღვინო მოსწონს, სხვას ნახევრადტკბილი ღვინო მოსწონს. ვინმეს თუ წითელი ღვინო მოსწონს, სხვას თეთრი ღვინო მოსწონს. ასეა და შესაბამისად უმჯობესი იქნება თუ შეგვეძლება ღვინის ობიექტურად აღწერა და ღვინის ობიექტურად შეფასება. დასკვნები ჩვენთვის იქნება რა თქმა უნდა უფრო მეტად სუბიექტური და სხვისთვის აუცილებლად უნდა შევეცადოთ რომ ვიყოთ ობიექტურები და ობიექტურად აღწეროთ შესაბამისად ეს ღვინო ჩვენი ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. ხშირი ვარჯიშით შეგიძლიათ მიაღწიოთ იმას რომ უკეთესად აღიქოთ ღვინის არომატები, უკეთესად გაიგოთ მისი გემო, ეს ყველაფერი გაანალიზოთ უფრო კარგად და სხვებსაც კარგად აუხსნათ თუ რა ღვინო მიირთვით, რა ღვინო დააგემოვნეთ და როგორი იყო ის, არა მხოლოდ სუბიექტური შეფასებით, რომ კარგი ღვინო იყო, აი გადასარევი ღვინო იყო, ძალიან კარგი ღვინო იყო, ან პირიქით არ მომეწონა. გადავალ ეპიზოდის მომდევნო ნაწილზე, ეს არის ლეგენდები ღვინოზე, ის ამბები, რომელიც ჩანიშნული მაქვს, რომელიც ხდება სხვადასხვა სოციალური ქსელები იქნება ეს, პირადად მოსმენილი თუ გაგონილი და ამ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სხვადასხვა პოსტები, რომელზეც გაკეთებულია შესაბამისი კომენტარები, წავიკითხავ ამ პოსტს და წავიკითხავ ამ კომენტარებსაც. შესაბამისად, თქვენ თვითონაც შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი კომენტარები ამ ეპიზოდის ქვეშ. წავიკითხოთ ერთი ასეთი პოსტია. მშვიდობა. ჭაჭის გამოხდა მინდა. პირველი, შაქარი უნდა დაეყაროს? მეორე, დაწურვიდან რამდენი ხნის შემდეგ უნდა გამოვხადო? ნახოთ აბა კომენტარები თუ რას პასუხობენ. თუ გინდა რომ ჭაჭა იყოს უნიკალური და გამოსავალი კონდეს მეტი, ღვინოს გამორიდებიდან ეგრევე გამოხადე. ისევ ეკითხება მე ამ პასუხის ავტორს, რომ წყლის ან შაქრის დაყრა არ უნდა? შაქარი თუ დააყარეთ, ეგრევე როგორ გამოხდი? შაქარი 1 ტომარა და 120-150 ლიტრი წყალში უნდა გახსნა და დაასხა. ხელმეორედ დადუღდება, დუღილს დაასრულებს და გამოსახდელად მზადაა. საინტერესოა. ტექნიკა. თუ დააყრი, უფრო მეტი გამოვა, ისე მაგის გარეშეც იხდება. უნდა დადუღდეს ჯერ და შემდეგ 1 თვის შემდეგ. ჭაჭა კარგია უშაქრო, როგორც მოხსნით, გამოხადეთ. თუ კარგად დაგოზავ ჩხილებში, ანუ დახუფავ, გაზაფხულზეც გამოხდი. ეს იმ კითხვაზე არის. იმ შეკითხვაზე ალბათ პასუხი, რომ რამდენი ხნის შემდეგ უნდა გამოვხატო. როცა კითხულობ ჭაჭის გამოხდა მინდა და შაქარი უნდა თუ არაო, მაგ საქმეს შეეშვი და მაღაზიის არაყი იყიდე. საინტერესო რჩევა მისცა. შაქარს თუ დააყრი და გამოხდი, გამოვა რომი ჭაჭის არომატით. ამას პასუხობს ამ პასუხის ავტორს სხვა. რა რომი გამოვა, საიდან მოიტანეთ? გამოვა საწამლავი. რომი შაქრის ლერწმის არაყია, საკმაოდ რთული ტექნოლოგიით. რაც მალე გამოიხდება ღვინის დადუღების შემდეგ, მით უკეთესია. თუ გინდა კარგი და გამოსავლიანი, გადაიღე სხვა ჭურჭელში ჭაჭა ისე რომ დალახო
და წვენში იყოს სველად. გააჩერეთ ერთი კვირა, კარგად დაფარებული და მერე გამოხადე, მაშინვე გამოხდა ნაკლებ გამოსავლიანი. ხალხო, როცა პრესავ, ჭაჭას წყალი ხომ უნდა დაასხათ, ისე დაიწვება ქვაფში. რატოა ნაკლებ გამოსავლიანი ეგრევე გამოხდა და რა თქმა უნდა ერთი კვირა გაჩერება თუ შეიძლება აგვიხსენით. საერთოდ ეს უხსნის ახლა, საერთოდ ღვინო დადუღებას სრულად ვერ ასწრებს. ჩვენ როგორც ვიცით, 2-3 კვირაში რომ გადავიღებთ ხოლმე, ნაკლებ წვენში დუღილის პროცესს უფრო მეტად ასრულებს, თლად მაინც ვერა, ჭხილებში უწევია ეს და გამოსავლიანობა მეტი აქვს. ჩემი გამოცდილებიდან და მახსოვს ჩემი წინაპრებიდან ასე დატკეპნიდნენ ჭაჭას, დალახვა დატკეპნა ყოფილა. მაღლიდან ვაზის ფოთლებს აფარებდნენ და ინახავდნენ რამოდენიმე ხანს და მერე ხდიდნენ 1 ტონის ნაწურიდან მინიმუმ 90 ლიტრი 54 გრადუსიანი არაყი გამომდის. თითქმის მთლად ღვინო გამოცლილი ჭაჭიდან, უშაქროდ რა თქმა უნდა. პასუხობენ ახლა ამას ისევ. სრულიად დადუღებული როცაა ჭაჭა, წავა დაბლა და ღვინო წყრიალა მოექცევა მაღლა. მაგაზე მეტი დადუღება არ არსებობს. ადრე გადაღებულ ღვინოებზე და მასხარაობებზე არ ვიცი, პრაქტიკაში არ გვაქვს, კახეთში ვერ გეტყვით. კიდევ ვიმეორებ, სანამ ჭაჭა არ წავა დაბლა და ღვინო არ მოექცევა მაღლა, ის ღვინო არაა. ღვინოს მოარიდე და გამოხდი ეგრევე. რაც დააგვიანებს გამოხდას, გრადუსიც აკრდება და სიცხარე ემატება. ყოველ დღე რაც არ უნდა შეინახოთ, მაინც ფუჭდება ჭაჭა და არაყი გამოდის არასასიამოვნო. ღვინო კი მიდის დაბლა 2-3 კვირაში, მაგრამ დუღილის სრულად დამთავრებას 6 თვე უნდა. არც ხარდება, თუ კარგად შეინახავ და გემრიელი გამოდის. 40 წლიანი სტაჟი მაქვს მაგ საქმეში. ისევე საგრძელებს. 21 დღე უნდა მინიმუმ და რა ვიცი, სახლში მაქვს ზაოდი და გვერდზე მიდგა საწური ჭურჭელი. ისეც მიცდია და ესეც. მაშინვე გამოხდა, რომ ეფექტი აქვს, მაგნაირი არ არსებობს. გინდა გემოში და გინდა გამოსავლიანობაში, თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ. თქვენი საქმის თქვენი ცით, ბარაკა. აქ რეცეპტს აძლევს ვიღაც მცოდნე. დაქაჯე, დაასხი წყალი, დაშალე შიგ ჭაჭა 200 ლიტრიან კასში და 200 ლიტრი მიეცი თავის წვენში გახსნილი 10 კილოგრამი შაქარი. დააცადე 10 დღე, უნდა ადუღდეს, ყოველ საღამოს ურიე და გერმეტულად დააფარე. 10-12 დღეში გამოხადე და გამოვა სუპერი. შაქარს დააყრი, გამოვა საწამლავი, მეთილის სპირტი. აქ სხვა მისცა რჩევა. შაქარი აბევრებს და ხარისხს უგდებს, როგორც შაქრიანი, ანუ დასპირტული ღვინო ეგეთია, რაც მალე გამოხდი უკეთესია. ეხლა ეს პოსტის ავტორი პოსტის ავტორი ვისაც აინტერესებს თუ როგორ უნდა მოიქცეს, რომ ეს დაგიჯეროთ, კაცო. დაიბნა ადამიანი. მაგას რა დაჯერება უნდა? შაქარწას რო დაასხავ, ბევრს მიიღებ, მაგრამ სუფთა უკეთესია. როგორც ღვინო გამოდის პეტიო, ისე გამოვა არაყი პეტიო. უბრალოდ გამოსავალი ექნება მეტი. 1 ტომარა 50 კილოგრამი შაქრიდან გამოგივა 50 ლიტრი არანატურალური არაყი. რაც უფრო მალე გამოხდი, მით უფრო მეტი არომატი ექნება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადესას ჭაჭაა. მე რომ გამოვიღებდი წვენს, დაღვინებულს, მეორე დღესვე ხდიდი, რას დალევდი უკეთეს? შაქარს დაწურვის დროს ვაყრიდი. ამას ადესაზე აქვს შაქარი დაყრილი. სულ ეს არის დღევანდელ პოსტზე კომენტარები. აქ არის ღვინო, ყველა კაი ხალხს დროებით გემშვიდობებით.